მოგესალმებით. თქვენ უყურებთ დღის მთავარი ამბის ბლიც ანალიზს. ჩვენ ბრუნდებით ეთერში საკმაოდ ხანგრძლივი შესვენების შემდეგ და ბუნებრივია დღეს ვისაუბრებთ ყველაფერ იმაზე, რაც ხდებოდა ამ საახალწლო საშობაო პერიოდში, როგორც საგარეო პოლიტიკაში, ასევე საშინაო პოლიტიკაში. პროცესები საკმაოდ დინამიურად ვითარდება, საკმაოდ დაძაბულობა შეიძლება ითქვას. მყარდება მსოფლიოს ახალი წესრიგი, ამის მთავარი ინიციატორი გახლავთ შეერთებული შტატები, საკმაოდ შემაშფოთებელი გზავნილები ისმის იქიდან, ის არსებული წესრიგი, ხო, ეს იქნება უსაფრთხოების თემებთან დაკავშირებით, ეკონომიკაში თუ საერთოდ პოლიტიკურ ტენდენციებთან დაკავშირებით იცვლება, გარკვეული კორექტივები ყოველ შემთხვევაში აუცილებლად მოხდება თუ რაღაც რადიკალურად არ ამოტრიალდა ყველაფერი, რაღაც ალტერნატიული ინსტიტუტები იქმნება იმ ტრადიციული ინსტიტუტების ნაცვლად, რასაც ჩვენ მიჩვეულები ვართ, დაუშვათ იგივე გაეროს ჩანაცვლების მცდელობა, ხო, ეგრეთ წოდებული რაღაც მშვიდობის საბჭოს სახით, ტრამპის ინიციატივით და ეს ცოტა უცნაურია როგორ უნდა მოხდეს და ჯერჯერობით ყველასთვის გაუგებარია, ხო? ძირითადად აქტიურობენ აქ ესეთი ოდიოზური ლიდერები, როგორებიც არიან პუტინი, ლუკაშენკო და რამდენიმე სხვა ავტორიტარული ქვეყნის ხელმძღვანელი, ცივილიზებული სამყაროდან ჯერჯერობით რაღაც პოზიტიური გამოხმაურება ამას არ აქვს და ეს ბუნდოვანებას მომავლის, ხო, მომავალი პერსპექტივების კიდევ უფრო ამძიმებს შეიძლება ითქვას. უკრაინასთან დაკავშირებით გრძელდება ეგრეთ წოდებული სამშვიდობო მოლაპარაკებები, იქ დღის წესრიგში დადგა გრენლანდიის საკითხი და აქაც საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს ყველაფერი, შეიძლება ითქვას, უკვე ეს ევროატლანტიკურ ალიანსთან დაკავშირებითაც გარკვეული კითხვის ნიშნები გაჩნდა ამასთან დაკავშირებით, ასე რომ ტრამპმა, ასე რომ ვთქვათ, როგორც ეს საკმაოდ აქტიურმა მოთამაშემ, ეს მსოფლიო პოლიტიკის თამაშის მაგიდა საერთოდ არია, ხო, ეს აჩეხა კარტი და ეხლა ცდილობს უკაცრავად თქვენთან სრულიად ახლებურად გადაალაგოს ყველაფერი და ჯერჯერობით გაუგებარია როგორ უნდა მოხერხდეს ეს. არსებობს რა თქმა უნდა ვერსია, რომ ეს ყურადღების გადატანაა ძირითადი დღის წესრიგიდან გარკვეულწილად და სინამდვილეში ყველაფერი საბოლოო ჯამში დაახლოებით ისევე დაალაგდება როგორც მანამდე იყო, მას შემდეგ რაც ეს ბოროტების ღერძი იქნება საბოლოოდ დამარცხებული, იმიტომ რომ ერთია რიტორიკა ლიდერების, მეორეა მათი ქმედება და მისი რეალური შეტევები ჩვენ ვხედავთ განხორციელდა ძირითადად მაინც ვენესუელაზე, ირანზე და ამ მიმართულებით აქტიურად მოქმედებს, ასე რომ შეიძლება ითქვას, ეს მისი საკმაოდ ოდიოზური, ხო, არასტანდარტული რიტორიკა და რაღაც გეგმების ანონსირება, ამ ძირითადი ხაზის გადაფარვის, გარკვეულწილად გადაფარვის სპეცოპერაცია შეიძლება იყოს აღქმული. თუმცა მე ამას არ ვამტკიცებ, ეს არის ვერსია, მომავალში ბევრი რამე კიდევ გამოჩნდება ალბათ. რაც შეეხება შიგა პოლიტიკაში, აქ ეხა ისეთი განსაკუთრებული არაფერი არ ხდება, ერთადერთი რისი აღნიშვნა ღირს და სამწუხაროდ აქ ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა თავისი არც თუ ღირსეული ბუნება შეწყალებასთან დაკავშირებით, როდესაც გაჩნდა მოლოდინები ამ სინდისის პატიმრების გამოშვების და ქართულმა ოცნებამ საკმაოდ სადისტური მეთოდებით მე ვიტყოდი ღამე გაათენებინა საკმაოდ ხანში შესულ ხალხს, ისე რომ არც ხო უთხრა და არც არა, ხო, შექმნა მოლოდინები და რასაც მოყვა მერე იმედგაცრუება, ეს ძალიან
მძიმე საყურებელი იყო, მაგრამ ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ რეჟიმის ამოცანა იმდენად ფიზიკური განადგურება არ არის თავისი პოლიტიკური ოპონენტების, რამდენადაც მორალური განადგურებაა. ეს არის მათი ამოცანა, რომ მორალურად გაანადგუროს და ეს ყველაფერი შედენოს მინიმუმ სამზარეულოში. ასე რომ მათი ყველა ქმედება ამ ამოცანას ემსახურება და ესეთი ამოცანის შესრულების პირობებში საუბარი ღირსებაზე, მორალზე, ზნეობაზე სრულიად ზედმეტია და არც აქვს ამ ხელისუფალს პრეტენზია, რომ ესე რომ ვთქვათ, რაღაც ტიპის ავტორიტეტი იყოს ამ მიმართულებით. ესეთი სევდიან ისტორიასთან გვაქვს საქმე. თუმცა ახალი წელი დადგა, გრძელი წელია და ამ წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შეიძლება რაღაც პოზიტიური ცვლილებებიც მოხდეს. დღეს სულ ეს იყო, ამით გემშვიდობებით.